ევროპასთან ასოცირების ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. ქართველი მეღვინეებისთვის ევროპის 500 მილიონიან ბაზარზე სატარიფო შეღავათი სავარაუდოდ სექტემბრიდან ამოქმედდება. Როგორი შეიძლება იყოს რუსეთის რეაქცია? მუქარი შემცველი განცხადებები ოფიციალურ მოსკოვში უკვე კეთდება და ასევე ჩაანაცვლებს თუ არა ევროპული ბაზარი რუსულს. კეთი ფარცხალაძე დაინტერესდა ამ თემით. რამდენიმე წამი, სახელობითი დასტური და ახალი რეალობა. საქართველოს ევროპასთან ასოცირდება. არა მხოლოდ კულტურით, ისტორიით და ბუნდოვანი პერსპექტივით. ევროკავშირი ერთ ნაბიჯშია. დიდგზაზე მიმავალი ნაბიჯები ქართულ ენახებზეც გადის. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ქართულ ღვინოს ევროპის ბაზარზე შინაურივით უშვებს. პირველ რიგში ეს არის სატარიფო განაყოფისგან განთავისუფლება, რომელიც ეკონომიკურ ეფექტს პირდაპირ მოხსნებს და საფასო კონკურენტუნარიანობას თის ქართული ღვინისთვის და მეორე მთელი რიგი ინტეგრაციული პროცესები, რომელიც ევროკავშირთან იქნება ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, უბრალოდ დაეხმარება ინდუსტრიას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, მობილიზების კუთხით. ქართული ღვინისთვის ბაზარი დღეს არ იხსნება. გასული წლის მონაცემებით ევროპაში ექსპორტირებული ღვინო საერთო ბაზრის დაახლოებით 8%-ია. გაყიდული ღვინის რაოდენობით ლიდერია პოლონეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და გერმანია. მაგრამ თუ მთელ ევროპაში 2013 წელს დაახლოებით 4 მილიონი ბოთლი გაიყიდა, რუსეთში ეს ციფრი 23 მილიონამდე აღწევს. რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 50%-ია. სწორედ იმის გამო, რომ დიდი ცნობადობა ქონა, დიდი რაოდენობები იყიდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ყაზახეთში, რუსეთში, ბელორუსში, უკრაინაში და ასე შემდეგ, თუმცა ქართულ ღვინოს გააჩნია პოტენციალი, რომ იყოს კონკურენტუნარიანი ევროკავშირის ქვეყნებში. ღვინო ძალიან ინდივიდუალური პროდუქტია და თუ აღქმა, მოლოდინი, ემოცია ამის მიმართ არ არის პოზიტიური, მოხმარებელი უბრალოდ არ იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ღვინო იყიდეს. ქართულ ღვინოს ცნობადობა, რა თქმა უნდა, აკლია ევროკავშირში. ასოცირების ხელშეკრულება ევროპაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მეტ შესაძლებლობას კი იძლევა, მაგრამ უკვე არსებული და მეტად ათვისებული ისედაც არამყარი ბაზრის საფუძველს კიდევ უფრო არყევს. თუ რუსეთი ჩათვლის, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებები ევროკავშირთან მის ეკონომიკას ზიანს აყენებს, ის საკუთარი თავის დასაწავად ზომებს მიიღებს. რუსეთის პირველი დიპლომატის ეს განცხადება თავის მხრივ თავდაცვისკენ ქართულ მეღვინეებსაც მოუწოდებს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კრემლმა მიყენებული ზიანი იმდენად შეაფასა, რომ საპასუხოდ საბაზრო ურთიერთობა გაწყვიტა. ჩვენ ეს 2001 წელს გავიარეთ, რა თქმა უნდა, ფინანსურად დაგვარყა, მაგრამ რეანიმაციაც მალე გავიარეთ, როგორც უყურებთ, დღეს ბევრი კომპანია ძალიან წარმატებულად მუშაობს. ნუ რა იქნება, ყველა რისკი არის ინდივიდუალური. ეს რისკი ჩვენ გვაქვს შეფასებული და ჩვენ ამ რისკისთვის მზად ვართ. რუსეთში დღეს კახური ტრადიციული მეღვინეობის მიერ წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 40% იყიდება. სურაჩხაიძე ევროპულ ბაზარს რუსეთის ალტერნატივად არ განიხილავს. ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში მეზობელ ბაზარზეც დარჩება. ახალი სავაჭრო ხელშეკრულებით მიღწეული კიდევ უფრო მიმდიდველი ევროპის საპასუხოდ წარმოების გაფართოებას იკნავს. დიფერენცირება აუცილებელი ამ შემთხვევაში რასაკვირველია რუსეთის ქვეყნებში ღვინის ექსპორტის წილი შემცირდება და უფრო მეტ ასე ვთქვათ ენერგიას და შრომას დავახმართ იმისათვის რომ წავდგეთ ამ დასავლური ტიპის ბაზრებზე სადაც სტაბილურობა უფრო მეტია. ასე ფიქრობენ ევროპული კაპიტალით დაარსებულ შუხმანის ღვინოებში. 5 წლის კომპანიის პროდუქციის ექსპორტი წარმოების 80%-ში ადგენს. საექსპორტო სივრცეშია ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ევროპა. გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ახალი სავაჭრო ხელშეკრულება კიდევ ერთ შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ უნდა რომ შევქმნათ ფრენჩაიზის კონცეფცია და შევთავაზოთ ევროპაში ასევე სხვადასხვა დაინტერესებულ ადამიანებს პროექტი გახსნან ანალოგიური ღვინის ბარი რესტორნით და რაც ძალიან დიდ პოპულარიზაციას მოუტანს ქართულ ღვინოს, ქართულ გასტრონომიას. ეს არის ქართულ ისტორიულ მოტივებზე შექმნილი ინტერიერის დიზაინი და არის ყველაფერი ხელნაკეთი. ახალ საბაზრო პირობებზე სასაუბროდ კიდევ ერთ მეღვინეს ვესტუმრეთ კონკაში. ეთნოჯგუფი ბრიტანული სავაჭრო პალატის წევრი ხდება.
კომპანია 8 სახეობის ღვინოს აწარმოებს. გარდა ამისა, გლეხების 40-მდე სახეობის ღვინოს პოპულარიზაციას ახდენს. ეს კომპანიაც მეტწილად რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული. წარმოების 70% სწორედ აქ გადის. ხარ დამიწყოს რომ შეიძლება რუსეთმა კვლავ დაგეთოს ბაზარი? ვერ ვიზადებით ასე ვთქვათ. ნებით, იძულებით, საჭიროების შემთხვევაში შეძლებს თუ არა მეწარმე რუსეთისთვის ჩამოსხმული ღვინის ევროპის ბაზარზე გაყიდვას. რამდენად განსხვავდება ბაზრების მოთხოვნები? ევროპული სტანდარტი უფრო რთულია ვიდრე რუსული სტანდარტი. შესაბამისად, ევროპულ სტანდარტს თუ აკმაყოფილებს, შენ გაქვს მაღალი ხარისხის ღვინო. გაქვს მაღალი ხარისხის მენეჯმენტი. ეს რა თქმა უნდა რუსეთსაც ჭირდება, მაგრამ რუსეთში იმდენად საჭირო არ არის, რამდენადაც ევროპაში, იმიტომ რომ რუსეთში ისე და ისე გვიცნობენ კარგად და იციან ჩვენი პროდუქტი. როდესაც რუსეთმა ემბარგო შემოიღო და გაწყვიტა ეკონომიკური ურთიერთობები პრაქტიკულად საქართველოსთან, მოქმედა იმაზე, რომ ქართული ღვინის ხარისხი გამოსწორებულიყო და ეს ერთგვარად კარგია. საქართველოს ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს გენერალური დირექტორის განცხადებით, ქართული პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ღვინოა მზად ევროპული ბაზრისთვის. და მთავარი რაც ბაზრის სრულად ათვისებისთვისაა საჭირო ცნობადობის გაზრდაა. ხვალაც რომ დაიკეტოს რუსეთის ბაზარი, რა ვქნათ ახლა იცით რა არის ჩვენ თავისუფლება მე მგონი უფრო მეტად გვიღირს ვიდრე თქვათ თუნდაც 22 მილიონი ბოთლის გაყიდვა. თუ კრემლის ეკონომიკამ საქართველოს ევროპასთან ასოცირების გავლენა არც ისე მძიმედ განიცადა და ქართულ ღვინოზე უარი ართვა, ექსპერტები ბაზრის მეტ სტაბილურობას ელიან. თვითონ ის ფაქტი, რომ ევროპული ბაზარი უფრო იხსნება საქართველოსთვის და ამას დარწმუნებული ვარ სხვა ბაზრების მოყვება, თვითონ რუსეთის ბაზრის სტაბილურობასაც ხელს შეუწყობს, იმიტომ რომ რუსეთი აღარ იქნება დაინტერესებული, ესე ვთქვათ, ყოველდღიურად ცვალოს პირობები და საქართველოს რაღაც ეწოლა მოახდინოს, იმიტომ რომ მაშინ ის მას ბოლოს დააგარდავს. რუსეთმა ქართულ პროდუქციაზე, მათ შორის ღვინოზე, უარი 2006 წელს თქვა. პოლიტიკური ემბარგო მაშინ საქართველოს ეკონომიკისთვის უზარმაზარი დარტყმა იყო. მეწარმეები მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ. დღეს როგორც ამბობენ, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, რადგან მხოლოდ მეზობლის იმედად არ არიან. ევროპული ბაზრისკენ გზა ასე თუ ისე გაჭრილია. ასოცირების ხელშეკრულებით მიღებული თავისუფალი სავაჭრო სივრცეც მეტ შესაძლებლობას იძლევა.